მშვიდობისა თბილისში, მშვიდობისა ამერიკაში, გამარჯობა გიორგი და საგანგებო ეთერი გვაქვს გიორგი ლაბაძე პირდაპირ ვაშინგტონიდან გვერდება, სადაც მონაწილეობს კონსერვატორების კონფერენციაში. გიორგი, მოკლე ეთერი გვაქვს ალბათ დღეს ახლა უცხოდ გვეტყვი და მე უფრო დაწვრილებით კარგად მოგიყვები ალბათ რა ხდება რა, როგორ ახარ და რა ხდება მოდი. კარგი დარია როგორც კი ძალიან კარგი ამბიდა. თანაც კრიმინალისგან განთავისუფლებულია ქალაქი რა. კი. მე ხე ხუმრობთ, მეგონი მაინც და მაინც კრიმინალი. შეიძლება არც იყო, არ ვიცი ახლა. მოკლედ თორნიკე, ახლა გამოსული ვარ უკან სასტუმროშია კონფერენცია. ხო და მოკლედ ჩაგაბარებთ ანგარიშს ესე ვთქვათ, გუშინ საღამოდან, რა ვიცი, რამდენიმე შეხვედრის ჩატარება მოვასწარი. მერე დღეს დილითაც უფრო რაღაც გარკვეული წრის შეხვედრა იყო Heritage Foundation-მა გააკეთა. და მე უკვე პანელები არის და ვეცადე რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანს მელაპარაკა ესე ვთქვათ რა. ნუ საერთოდ ახლა თავისთავად ხადია საქართველოსთან მარტო მე ვარ ეს პირველი პრობლემაა ჩემი ეს მაგრამ ნუ რაც არის ახლა ეგ არის. და იკვეთება რამდენიმე აზრი ზოგადად ამ კონფერენციაზე. ერთის მხრივ როგორც ვიცოდით ჩვენ პრინციპში რომ იყვნენ რაღაც გარკვეული დონის იზოლაციონისტი კონსერვატორები და მეორეს მხრივ არიან აქტიური საგარეო პოლიტიკის მომხრეები. ნუ ეს ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა არის უკვე ესეთი დადგენილი მომენტი, რომ ამ მოძრაობაში, ტრამპისტების მოძრაობაში და არა მხოლოდ ტრამპისტების პრინციპში არსებობს ეს ორი მიმართულება და ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ამას უნდა შევეგულოთ და რა თქმა უნდა, ვინც აქტიური საგარეო პოლიტიკის მომხრეა, იმათთან ბევრად მარტივია კომუნიკაცია, ისინი ბევრად მეტად ცდილობენ რომ დაგვეხმარონ ესე ვთქვათ. მაგრამ ასევე ცირედი კამათი დარწმუნება საჭირო არის იმ ხალხისთვის, ვინც არის უფრო პასიური საგარეო პოლიტიკის მომხრე. მე სხვათა შორის აქ წეგან ვესაუბრე ერთ ადამიანს, რომელიც ამ მიმართულებით მათ შორის საქართველოში იყო ჩამოსული თურმე რამდენიმე ხნის წინ და იძახის რომ რაღაც ნეიტრალურობაზე რაღაცაზე საუბრობს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აქ რამდენიმე ადამიანის ჯგუფი ვიდექით და საკმაოდ გაუშვი ესე ვთქვათ ეს ადამიანი არგუმენტირებულად და ჩემ გარშემო ხალხი ვინც იყო საბოლოო ჯამში დიდი იმედი მაქვს რომ ის ჩემი მოსაზრება რაც ნიშნავს რომ ვთქვათ ეს ეხლანდელი ქართული ოცნება არის ანტიამერიკული და მას არ შეუძლია ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობის განვითარება. ნუ ეს იყო ცალსახა ჩვენი საუბრის შედეგად, ხო? და იმ ხალხისთვის ვინც ჩვენს გარშემო იდგა. რაც ჩემს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ვიდექით ყოფილი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების გვერდით და რამდენიმე ამერიკული მედია გამოცემის გვერდით ამ საუბრის დროს, რაც ძალიან ესეთი ნიშანდობლივია ჩემი აზრით. თუმცა, ხა რომ დავანებოთ ამ იზოლაციონისტებს თავი. ძალიან საინტერესოა ის ხალხი, რომლებიც დაინტერესებულები არიან იმით, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის იყოს კარგი ურთიერთობა და არ იყოს ანტიამერიკული მმართველობა ქვეყანაში. ეს ხალხი არაერთია, სხვათა შორის ძალიან ბევრია და მე ცოტა გაოცებულიც კი ვარ იმით, რომ მათ უნდათ რომ მოვიდნენ, დამეხმარონ რაღაც კონტაქტები, კიდე უფრო მეტი კონტაქტები გამოაჩინონ, რაღაც შეხვედრები დამენიშნონ სანამ აქ ვარ და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ჩვენი სათქმელი როგორღაც მივიტანოთ იმ ხალხთან, ვინც არის უშუალოდ სახელმწიფო დეპარტამენტში და უშუალოდ ძალაუფლებაში. სხვათა შორის ამან გაამართლა უკვე, მინდა გითხრათ, ხუთშაბათს მექნება შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში policy planning staff-თან და ამ ყველაფერზე ვისაუბრება აუცილებლად აქტიურად. ამის გარდა ხვალ მაქვს შეხვედრა დაგეგმილი რაღაც ბიზნეს წარმომადგენლების საკითხი არის და ისინი ვინც ჩართულები არიან შავი ზღვის გარშემო ამ საკითხებში და ასევე არის ერთი საინტერესო ორგანიზაცია Benjamin Franklin Fellowship, რომელშიც წარმოდგენლები არიან ყოფილი დიპლომატები, რაღაც 30 წლიანი გამოცდილების და რამდენიმე 10 წლიანი გამოცდილების დიპლომატები. ეს არის ქსელი, ახალი გაკეთებული ქსელია, რომლებსაც სურთ რომ
ეს მემარჯვენე შეხედულების დიპლომატები გააწერენ ამ ქსელში და ეს ქსელი მერე ეხმარება თქვათ ამერიკის გარეთ, ვინც მუშაობს ესე თქვათ ეს დიპლომატები, ეს დიპლომატები შემდგომ ეხმარებიან კონკრეტულ ორგანიზაციებს, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს, ორგანიზაციებს, რომლებიც ამ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იქნება იტალიაში თუ სხვაგან საქმიანობენ და არიან აკეთებენ პოლიტიკას ესე ვთქვათ რა. ძალიან დიდი რეკომენდაცია არის ვისაც შეხვდი ყველასგან რომ რაც შეიძლება დაიბუსტოს ესე ვთქვათ მემარჯვენე განწყობების მქონე მედია საშუალებები ქვეყანაში, რაც არ აგვაქვს ჩვენ და სულ ცოტა პოდკასტების მეშვეობით მაინც და შეიქმნას პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც უფრო მარტივ კავშირს დაამყარებენ ეხლანდელ ადმინისტრაციასთან. სულ არის იმაზე ხაზგასმა მინდა მეს ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ვართ ძალაუფლებაში და ეს ჩვენ არის სწორედ ეს კონსერვატორები და ისინი ამიტომაც ეძებენ თავიანთ იდეოლოგიის მქონე ადამიანებს, ვისთანაც უფრო გაუმარტივდებათ კომუნიკაცია და დიალოგი. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ თორნიკე თქვენ და დარიოს და ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო იმაში რომ მე აქ ჩამოსულიყავი და ეს შეხვედრები ჩამეტარებია. ჯერ კიდევ გრძელდება და ალბათ ხვალ და ზეგაც ჩაგერთვებით და განახლებას ესე ვთქვათ შემოგთავაზებთ და მადლობას იმიტომ გეუბნებით რომ ეს ხედვა იმის გამო რომ ეს ხალხი არის ძალაუფლებაში ბევრჯერ გაუსვეს ხაზი რომ ჩვენ ვართ in power ძალაუფლებაში ვართ და მათ სურთ სოფლიოს გარშემო ისეთი ორგანიზაციები რომლებიც მათ ეთანხმებიან და ეს არის ერთ-ერთი გასაღები ეხლა ამერიკასთან ურთიერთობის და მოკლედ გიორგი ერთი რამე მინდა კითხო ესე იგი ცალსახად დარწმუნდი რომ მიუხედავად იმისა რამდენად თანხმედრაში მოდის ჩვენი შეხედულებები თქვათ აი ოპონენტი რო ახსენენ ერთადერთად მაინც საჭიროა ეს ლაპარაკი და არგუმენტებით ჭერის ანუ ფაქტები არგუმენტები და არგუმენტირებული საუბარი ნამდვილად მოქმედებს აი ხალხზე რომელიც არის ხო რა თქმა უნდა ყველა შემთხვევაში და სულ რო არაფერი თუ არ გამოჩნდი და არ წარმოჩნდი და არ თქვი რომ ხა სხვა შორის ზივარ ჩემთვის რაღაც ხრი უსმენ და უცებ ერთი არის Washington Examiner ესეთი გამოცემა რომელიც ძალიან ცნობილი გამოცემა არის სხვა შორის და უცებ წამოდგა ერთი ბიჭი და აქ სპინი რომელიც მიკეთია ქართულ ამერიკული დროშის დაინახა ეს დროშა და მეუბნება რომ მეო ესა რა ქვია მართლმადიდებელიო არო და ვიციო რა ეს თქვენი ქვეყანაო და ეხლა ეს Washington Examiner ძალიან საკმაოდ გავლენიანი გამოცემა ფაქტობრივად ჩვენ უკვე ყავს ადამიანი რომელიც მეშვეობითაც ამ ხმას მივაწვდენთ გარკვეულ წრეებს რაც ძალიან საინტერესო არის და რა ვიცი კიდევ ერთი ამერიკელებს აქვს ესეთი გამოთქვა ამერიკელებს აქვს ესეთი გამოთქვა შენ ალბათ იცი რომ თავად პირველი არის შოუ აპ ანუ მოდი და გამოჩდი ვინ ახარ და თუ არ გამოჩდები ხო ნამდვილად არ იქნები არ იარსებები და ამიტომ პირველი ნაბიჯი ეს არის და დანარჩენი უკვე არგუმენტებზე და აგერ წარმატებას გისურვებს ჩვენი მსმენელი ძალიან დიდი მადლობა და ნუ მე მგონია გიორგი ეს პირველი თუ არ ვიცი პირველია თუ არა მაგრამ ნაბიჯი გადადგა სერიოზული და ყველას ჩვენთვის მაგალითია რომ შეიძლება აი ესე ცალ ადგილზე მისვლა და საქმეების წამოწყება და მე უფრო და უფრო გამიჩნდა როგორი გეგმაა ესე იგი რამდენი დღე იქნება გიორგი ხვალდაზე გარი კიდე კი, ხვალ და ხუთშაბათს თავდება დაიხურება და ნახოთ მე რაღაც გამოსამშრობელი და რაღაცები მე მინდა რომ მაინც სპიკერებთან მაქსიმალური კომუნიკაცია დავამყარო ეხლა დღეს უფრო შიდა პოლიტიკის სპიკერები არიან ხვალ და ზეგ უფრო საგარეო პოლიტიკის სპიკერებიც იქნებიან და დიდი ალბათობით შევძლებთ მათთან კომუნიკაციას იმიტომ რომ აი კარგი იცით რა არის აი ვინც გააკეთა ვინც ამ კონფერენციას აორგანიზებს ერთგვარად აი შეიძლება გაუჭიდეს ადამიანს რომ საკონტაქტო ინფორმაცია მონახოს მერე თუ მონახავს იმისგან პასუხი მიიღოს კარგი ის არის რომ აქ ძალიან მარტივია ის რომ მიხვიდა და დაელაპარაკო რა ყველა გისმენს
და მაგისტრის არის მოწყობილი საერთოდ რომ ხალხმა უერთოს ერთმანეთთან. გიორგი, ერთი რამე მინდა გთხოვო, თუ არ ვიცი მოახერხებ, თუ უხერხული არ იქნება, გინდა შენს Facebook გვერდზე, გინდა რაღაცა მოკლე ფრაზით მიმართვა რომ ჩაწერო ვინმესი თქვათ ქართველების სადმიან და რუს აუდიტორიის სადმი ძალიან ისეთი იქნება ალბათ რა მნიშვნელოვანი და სერიოზული და რა ვიცი. ნახე, შენ არ გესწავლება კომუნიკაციაში, მაგარი რო ხარ ჩანს. კი, აუცილებლად მაგისტრის გამოვნახავს საშუალებებს და დროს აუცილებლად და გავაკეთებ კიდეც. მოკლედ ახლა შევბრუნდები მე იქ და დაელოდეთ მოკლედ ხვალინდელ და ზეგი. აბა წარმატება და დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, აბა ნახვამდის.